ჩვენ ვეცდებით რომ გავესაუბროთ რუსის ოკუპანტებს რომლებიც არის კონცენტრირებული და როგორც ვთქვათ ისინი ცდილობენ რომ ჩვენ არ გვალაპარაკონ მათ როგორც ვთქვათ აქ აღმართული აქვს თავიანთი საკუთარი ეროვნული დროშა ჩვენ ახლა როგორც ვთქვათ თხოვენ რომ გადავიდეთ სანაპიროზე სამწუხაროდ რომ დავემორჩილოთ იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ყველაფერზე წამსულები და გამომდინარე აქედან გვიწევს წასვლა Ребята, а вы родом из какого города? Я из Сочи. Астрахань, да? Астрахань. Астрахань. А вы? Мурманск, да? Вы не русский, да? А, ты русский, да? Აი როგორც ამბობენ ორივე რუსები არიან, მეც ახლა შევსდი მინდა ბოდიში მოვხადო ჩვენს ინტერნეტ მაყურებელს, როგორც აღმოჩნდა ეს ორი მებრძოლი არიან რუსები და თავიანთ არმიას ემსახურებიან. Да каких погиб будете ставить здесь? Не знаю, вам как начальник приказ. А сколько дней вы уже здесь пробиваете? 4, 5, 6. Мы здесь с 9 числа. 9 числа. ადამიანები ამბობენ რომ 9 აგვისტოს შემდეგ ისინი ისე აქ არიან და როგორც შევს კონტაქტშიც არც ისე რთულად შემოდიან, მაგრამ მაინც არიდებენ თავს ჟურნალისტებთან საუბარს. ნახოთ, როდემდე მოუწევთ ამ ადამიანებს ამ მიწაზე დგომა, ამ ბლოკპოსტების დაკავება და შესაბამისად ეს ოკუპირებული ტერიტორიის განთავისუფლება, რადგან ისინი ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვეულებრივი ჯარისკაცები არიან, რომლის ქვეყანამაც ოკუპაცია გაუკეთა აი ამ ტერიტორიას, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. ეს არის კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იგივეთის გადმოსახვევი კასპთან ახლოს. და მე მინდა კიდევ ერთი კურიოზი გითხრათ, სამწუხაროდ ამ ადამიანებს გონიათ, რახან ეს კასპია, აქ სადღაც ახლოს კასპიის ზღვა.